გამარჯობათ მეგობრები. რა მაგარია ერთმა წამმა რომ შეიძლება მთელი დღის გეგმები შეგეცვალოს, არა? დავრჩი ესე. არ ვიცი, ამოკლეთ. ხანდახან მოგინდება ხოლმე ვიღაცასთან დალაპარაკება და არც არავინ ყავს ამ ლაპარაკებებს. ერთ-ერთი ადამიანი ცხოვრებაში ალბათ არის დედა, რომელიც გისმენს და გიგებს და ესმის შენ ბოლომდე. და არასოდეს არ გაკიცხავს ეხლა რატო. ამე ვიცოდა ისინი ვართ, დედები უფრო მაგარი ბიჭები არის. ბიჭო გამოხვალ რაღაცა სიტყვის შენ გულისნადებს და გამოგიხდება მე 25 ტროლი 40 და დაგიწერენი გაგლანძღავენ უბედურება ასე ისე ნეტა თავისთავთან რუჩებიან როგორ იმართლებენ თავისთავს და შეუნებიან დღეს კაი გავაკეთეო. მოკლედ იმის თქმა მინდა რომ რაღაც ვიდეო ჩავწერე გუშინ და ბევრმა მომწერა რა ზოგმა ისე ესე იგი კაცმა რომ თავისუფალი აზრი გამოხატო არ შეიძლება ან აუცილებლად უნდა იყოს ერთი მხარე წითელი ან მეორე მხარე ლურჯი პირიქით ეხა პირველი მხარეა ლურჯი მეორე მხარეა წითელი და არც ერთი ანუ ნაცრებს და კოცებს გულისმოდა შენ რომ მესამე ტიპი ხარ თავისუფალი ტიპი ანუ არ გაქვს რა არ გაქვს ჩვენი უბედურება ხო ეს არის რომ აი ხა ზოგადად ეხა მოდი ჯერ დავიწყებ ოპოზიციაზე ანუ ბიჭო აი ეს როგორ შეიძლება ანუ რაღაცა მოხდება ერთ ტიპს ამოიჩევენ ერთ ტიპს აშავებენ რაღაცას იმასნიან ყველაფერს ერთს აბრალებენ საარჩევნებზე ანუ გაერთიანების მაგივრად იშლებიან ბითლზებივი საქმეზე რომ მიდგება ორი წლით ადრე რაღაცა კავშირებს გააკეთებენ მიდგება არჩევნების დღე და უცებ დაიშლებიან რა უბედურება არის აი პოლიტიკაც ერთნაირი ალბათ იქაც შატია საერთო აი მაგალითად აი ეს ბიჭი რო იყო ეხა ყველა კრიმინალს აბრალებდნენ კაწროს ასეთი ბიჭია თბილისელი ბიჭი არ ვიცნობ შორიდან პატივისცემაც არ გიცნობ მაგრამ უბრალოდ ყველაფერს აბრალებდნენ მაგ ბიჭს რაც მოხდებოდა აშავებდნენ ამ ბიჭს ეს მოხდა მაგას ეს მოხდა ერთ რამე რაღაც და იმის მერე ბიჭო როგორ შეიძლება ყველაფერი ერთმა კაცმა დააშავოს ხო მე მეორე აი დაუშვათ ერთი და იგივე მესიჯ ბოქსით ხო გელაპარაკებიან ყველა ერთ და იგივე დაზეპირებული ტექსტებით და ვატყობ რომ აქტივისტებიც უკვე ისე ყავთ მომართული რომ ყველა აი მაგალითად არ იქნება სამართალი არ იქნება მშვიდობა ამასაც კი უკვე ყველა ისე უნიჭოთ იძახის რომ ეს უკვე აღარ არის ანუ აღარ არის ეს რაღაცა ფარგლებს ხდება უკვე ჩვენ რაღაცა პრობლემა არის აქ უკვე რა მთელი ჩემი ცხოვრება ოპოზიციაში ვარ არასოდეს პოზიციისთვის ხმა არ მიმიცია და უკვე ვაკვირდები რომ ბევრჯერ აი ისეთ აქციაზე ყოფილ ვარ სადაც ერთი-ორჯერ დავფიქრებულო რატო ვარ თქო რა თუ არ გავაანალიზეთ ეს ყველაფერი თუ არ ვიმსჯელეთ თუ არ ვიფიქრეთ ამაზე და რაღაც დასვდებით თუ არ გავიტანეთ ოპოზიცია აღარ ჩვენ ოპოზიცია არ ვყავს მე ვთვლი დღეს რა იმიტომ რომ საჭირო მომენტში იშლებთ აი ეხა გაქვს ბოლო შანსი 2026 წლამდე გიყურებთ კიდე აი ნახოთ როგორ გაერთიანდებით არჩევნებზე თუ იმის მერე შანსი არ არის აი რას სისულელია თქვენ თავი არავინ გამოგაყენებიოთ აი ჩვენი ოპოზიცია დღეს აი არ არსებობს რა. ეხლა მინდა პოზიციაზე ვილაპარაკო. ესენიც ასე არიან, ამოიჩემებენ რაღაცას და ახალგაზრდებს ვერ იტანა, აი წამოვიდა გერო ადო მაჭავარიანი და ეს ახალი ძალა ეს ბავშვები გავისანი ყველა და დაიწყეს ამათი გაშავება იმის გამო რომ მიხეილ მაჭავარიანი მე თუ მკითხავთ რა ვიცი ხა მაღაზი პიცისხლიანი ნაცი თუ თქვენ ნახი არ ყავთ და მაშინ კარგად არ ყოფილა თქვენი საქმე. ამოიჩემეს ეს ბავშვები და ლანძღავენ, თათხავენ ისე აქეთ რამიშვილი ატრიალებს დასახვეწები ხართ მაგარი გამოვიდა ყელში ამ ბავშვებს არაფერი არ აქვს თქვენი სალანძი, იმიტომ რომ მართალი ბავშვები არიან. და მეორე კიდე ეს პროპაგანდისტები მაინც შეცვალეთ სულ ერთ და იგივე მინისტრებს ხოცულით ხო იჭერთ ხო რაღაცა იმაშვებით უბედურებებს ხო აკეთებთ და ესენიც შეცვალეთ ახლა გამოცვალეთ ეს გური ბაჩო შალვა და ახლა სხვები დააყენეთ უცნობი როგორ მიყვარდა ჩემი მზესველოდები რომ გააკეთა ბანდისკი პეტერბურგის რიმეიკი მე და ჩემი მაგას ერთმანეთს ურეკავდით და ამას ვასვენიებდით და ჩვენ ბავშვობაში და აგარუჩი ტიპი იმენა ისეთი პროპაგანდისტი გახდა რომ უკვე რავი ვეღარ სურს აი მთელი ჩემი ცხოვრება დადებითად რომ ვიყავი განწყობილი და ეხაც როგორ შევიზულე გულისიმე შეეგრე ვარ მაგრამ ისე რაღაცებს ლაპარაკობს კაცი რომ უკვე შეუძლებელია მაგის მოსმენა შეუძლებელია დედა მომიგდეს მოდა ანუ ამოიჩემებთ ასე თითოეულ პიროვნებებს და აშავთ არა არ შეიძლება ეგ არ არის სწორი ჩვენ ადამიანები ვართ ჩვენ და ერთი შეცდომა თუ ვიღაცამ დაუშვა ყველაფერს ის ვერ დააშავებს შანსი არ არის რა ასე ვარ ოპოზიციას და პოზიციას თითქმის ერთნაირ პოზიციაში არიან უბრალოდ ესენი საპირისპირო რაღაცაზე ერთმანეთს მაშვებიან რა
ეხლა ისიც აქეთ, იჭერთ, ბიჭო, იჭერთ ყველას, ტროტუარს ედგომისთვის, პირბადისთვის. რავი, ეხლა თქვენ ციხეში, აი რა, ანდრო ჭიჭინაძე, მსახიობები, ეს რისთვის ყავთ, ბიჭო, ეს პატარა ბიჭები, ეს ახალგაზრდა ბიჭები. ანდრო ეხლა დიდი ბიჭია, შედარებით, მაგრამ ეს პირტიტველა ბიჭები, რისთვის ყავთ? ციხეში რო ამოუვიდა, წვერი, რისთვის ყავთ დაჭერილი ხალხო? რა ტერორიზმი, რის ტერორიზმი, რა ის ტერორისტები ეგენი არის? სიმართლეს ვამბობ, არასოდეს ცხოვრებაში ტყვილი არ მიყვავს. დღეს ჩვენ არ გვყავს ოპოზიცია და პოზიცია ხო რა ვიცი, ძმაო, არ გვყავს და არ გვყავს. ჩვენ არავინ პატრონი არ გვყავს. მიშვებულია ყველაფერი თავისნებაზე, მიშვებულია ყველაფერი და ღმერთისნება არის, თორე ჩვენ ალბათ სოციალებიც აღარ ვიქნებოდით. შენ თუ არ მოგწონს ქართული ოცნება, ხარ წითელი ხაზი გაქვს გადასული მუშაობას ვერ დაიწყებ, ვერაფერს ვერ გააკეთებ და პაходу კიდე დაგიჭერენ თუ ზედმეტი. აუც. ხო შეიძლება ამის მაგივრად რაღაცა გადავეწყოთ იმაზე რომ ერთმანეთს რაღაც დავეხმაროთ და ისიც აი პირდაპირ ვიტყვი ახლა რა, როგორ მოუგებდით 2024 წელს ქართულ ოცნებას არჩევნებს, ვერ მოუგებდით. იმიტომ რომ არ იყავით გაერთიანებულები, სამი პარტია თუ 4 გაერთიანდით და მორჩა ეგ არ არის გაერთიანება, იმან ცალკე იყარა. ერთადერთი შანსი გაქვთ რომ გაერთიანდეთ და არ ერთიანდებით. ანუ რა გამოდის? ჩვენ გვატყუებთ ხალხს ისევე. ჩვენ მერე დაგვიძახებთ აქციაზე და ცხოვრებივით უნდა გამოვიდეთ და ვიყვიროთ, მერე ჩვენ დაგვიჭიროთ. შემოსავალიც გაქვთ, სახლიც გაქვთ, კარიც გაქვთ, ისიც გაქვთ, შვიდად ხართ ბევრი და არაფერი პრობლემა არ გაქვთ, თან გაყვირი ხართ და საჭირო მომენტში რამდენჯერ უღალატეთ ხალხს პროსტად თქვით, რამდენჯერ უღალატეთ. ჩემთვის არის ღალატი, როცა იშლებით საჭირო დროს, საჭირო მომენტში არ ხართ გაერთიანებულები და ცალ-ცალკე იღებთ არჩევნებში მონაწილეობას. წელსაც კი არა და 2026-ში თუ როცა იქნება. ეგრე ისამ ჩემთვის მოღალატეები იქნებით, არ იქნებით ჩემთვის, ანუ სიმა კრიტიკა უნდა მიიღოთ. და რაც შეეხება ქართულ ოცნებას კიდე რა უნდა მთელი ჩემი ცხოვრება 2012 წლიდან ვიძახი იმას რომ არასწორად რაღაცას არასწორად აკეთებენ სულ რაღაცას მაგრამ დედას ვიცავარ ყლის ნაყვა არის სანქცია მაგაცი არ მოქმედებს არაფერი მაგაცი არ მოქმედებს ეს სანქციები კიდე რო გვიხარია რა გვიხარია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას არალდება მაგით ტელევიზიებში ფული თუ არ შევიდა ფულმა თუ არ იმოძრავა და ხელფასები თუ არ დარიგდა სიტყვაზე კი არ უჭით მაგათ მაინც იზამენ მაგას მაგრამ სანქცია ქვეყანაზე მოქმედებს ანუ ამაზე ახტაცებით არ უნდა ვლაპარაკობდეთ ერთი და იგივე რაღაცას ამოვიჩემებთ და ურა განათლება გვაკლია აზროვნების ხარისხი გვაქვს დაბალი და რაღაცა ვიღაცის დადგმულ სპექტაკლებში ვიღაც მონაწილეობას მე აღარ ვაპირებ ხო კიდევ ჩემი აზრი მაქვს და ჩემას ვიტყვი ყველაფერზე არ ჭირდება ოპოზიციას ქება პოზიციას მით უმეტეს თუ დღეს ოპოზიცია თავიდან ბოლომდე არ გაერთიანდება და ისი არ წავა არჩევნებზე ჩემთვის ბანკები მაგათ აქვს ფულები მაგათ აქვს და რა ვიცი ეხა მე წამოსული ვარ აქ და ის ბინის იპოთეკას კიდე 10 წელი ვერ გადავიხდი ალბათ და რა გამოდის მითხარით ხალხო ტყუილში ვცხოვრობთ რა მთლიან ერთ დიდ ტყუილში ვცხოვრობთ დავიღალე რა სიმართლის თქმისთვის ხალხს უძახიან ამას რა ქვია არასწორ რაღაცას არასწორად მოიხსენიებენ და სიმართლის თქმისთვის გაშავებენ და რა ვიცი ეხა გამაშავეთ და იყავით რა კიდე ვიძახი არ ხდება ეგრე არ შეიძლება ეგრე ერთი რაღაცას რომ ამოიჩემებ და აჭერთ იმას ეგ არ არის გამოსავალი გლობალურად უნდა იფიქროთ გლობალურად თუ არ შედიხარ პარლამენტში არც მიიღო არჩევნებში მონაწილეობა თავიდან მეც ვიყავი გაბრაზებული და ვფიქრობდი რომ აი ეხლა რო ესენი პარლამენტში შევიდა მაგრამ ეხლა მივხვდი ბიჭო თუ არ გაერთიანდეთ თუ გაერთიანდებით და მე გაგიყალბებენ ბაზარი არ არის არ შეხვიდეთ აი ხა მე მგონი ჯობდა რომ მაინც ასე მეც მაინც ვერ ისავდით და პარლამენტში მაინც იქნებოდით და რაღაცაში მაინც შეეწინააღმდეგება ხანდახან რაღაცეებში გადაფასება გვიწევს ადამიანებს და არ უნდა გწვენოდეს ამის აღიარების რა საშინელება ხდება დღეს ხდება საშინელება ჩვენ ქვეყანაში არეულია ოპოზიცია პოზიცია სად რა არის ვერ გაიგებ არ ვიცი ხელში ამოვიდა უკვე ამდენი უსამართლობა და ხალხი რო არავის არ აინტერესებს და ყველა რო თავის მომთბარ სახში წავა ბოლოს და ჩვენ ქუჩაში ვრჩებით ამაზე მეშლება ნერვები ჩვენ ვრჩებით ქუჩაში და ესენი თბილად მიდიან მერე ყველა სახლებში რა არ მიყვარს მეზიზღება უსამართლობა ვინც გინდა იმან ჩაიდინოს ყველას პროცი ვიქნები თუ მართალი ხარ ასე უნდა იყოს და ჩემი ცხოვრება არის ერთი ეკუტის გმერს რისი მეშინია სიმართლე რო თქვა გადამიდია ჩემი თავი
აქო ეხა აქე პაპა აქე ოპოზიცია აქი აქო რა აქო აი არც მოგისმე რომ მიწერო რაღაცა უთხრა Facebook-ზე რაღაცა რომ მიწერო არც მოგისმენენ მინდოდა 1-2-ისთვის რაღაცა მეთქვა და ჯერ ჩაკეტილი აქვს ვერ მიწერ და friend request რო გაუგზავნი არც დაგელაპარაკებიან თქო კონკრეტულად ვიტყვი თუ გინდა პროსტა რა საჭიროა მაინტერესებდა რაღაცა და აი არც კონტაქტზედაც არ გამოდიან და მაგაც რა უნდა ვილაპარაკო ანუ არ აინტერესებს ხო მოქალაქე თუ არ აინტერესებს და ხალხი თუ არ აინტერესებს აბა რა აინტერესებს ვეღარ გამიგია უკვე სად არის სიმართლე დავიკარგე მართლა რა ძალიან დაფიქრება გმართებს უკვე ვის სად და როგორ უნდა გავუყვეთ ძალიან დაფიქრება დღეს ჩვენ თუ ოპოზიცია მთლიანად არ გაერთიანდება მე ჩემი აზრით ოპოზიცია არ გყავს და ვინც ამ ერთიანობის პროცი ვარი ყველა არის გაყიდული ჩემი აზრით დამთავრდა მორჩა ეგ არის ერთ-ერთი სიმართლე რა აგერ მაგ ფაქტები რასაც ვამბობ არ ვიტყუები კაცო ლაპარაკა მინდოდა და არ დამელაპარაკა და ის და ეს გეუბნებით ხა ხალხთან კომუნიკაცია თუ არ უნდა ოპოზიციონერი ის ოპოზიციონერი არ არის აბა ხალხთან თუ არ უნდა ვისთან უნდა არიან თავის ტყავში ჩარჩენებ და არ გიყადრებენ თავს და ხა თუ არ გიყადრებენ და იყვენ რა ვიცი ამათ ხო საერთოდ კუდი აქვს ამაც აღარც ვლაპარაკობ კაცო ამაც რა უნდა კუდი აქვს ყავარზე გადებული და აი არ ვიცი საიმად ქუდათო და ის დედამიწა ქალამნად აღარ მიაჩნდა ამაში მცხოვრობთ ამ უსამართლობაში მცხოვრობთ და ეს არის 2x2 რა არ უნდა ვიჭერდეთ უსამართლოდ ადამიანებს უნდა გქონდეს საგარეო პოლიტიკა უნდა გყავდეს ჯარი ქვეყანას უნდა გავდეს ერთაიგივე ადამიანებს რაღაცებს არ უნდა ვაბრალებდეთ და ტყუილა არ უნდა ამავშვებოდეთ და ოღონდის და ლაიქები და ნახვები გქონდეს შენ გადაცემას და ყველაფერს არ უნდა კადრულობდე და ამოვიდა ბოლო ეს უმსგავსობა ხელში რა შაბათიდან შაბათამდე ცხოვრება რა რაღაცა გავანძრიო ტვინები და რაღაცაზე მივიდეთ და დანგრევის მაგივრად მოვეხმაროთ ამ ქვეყანას ფექსედადგომაში თუ არა დაინგრევა ეს ქვეყანა და დანგრეული ქვეყანა დარჩება ჩვენ შვილებსთან ჩვენ ახლა მე აწი რავი ახლა ისა 38 წლის ვთები და რავი ხა ბევრი რამის იმედი აღარც წავედი